გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა, მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას ვირფასო მეგობრებო. აქციის მონაწილეების გარდა პროკურატურა უკვე დიდი ხანია დაკავებულია ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების საქმეებით. რამდენიმე დღის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შევიდნენ, რომელიც არის თბილისის მერიასთან დაკავშირებული კომპანია. ნელა დაიწყეს მეგობრებმა კალაძის ფოტოების წაშლა. მერე მაინც გადატვირთული იქნება ხაზებიო და ამიტომ იწყება ნელა არქივებში ჩაძრომები და ამოშანთვები ფოტოების. ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საკუთარ რეჟიმის გამყარებას და კანონში შეაქვს ცვლილებები. თან ეს ცვლილებები უკვე არაადეკვატურობაში გადადის. მაგალითად, მალე შეიძლება მიიღონ კანონი მთავრობის არაღიარებაზე. ვირფასო მეგობრებო, ეგეთი რამე გაგიგეთ. მთავრობის არაღიარებაზე. მოკლედ რომ ახსნათ, მთავრობას ან მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს თუ არ აღიარებ და არ ცნობ ლეგიტიმურად, მაშინ დაგიჭერენ. აი ქუჩაში კითხავენ მაგალითად, ცნობ ყობაღიძის ლეგიტიმურობას? კი, რო პასუხი გასცე ამ შემთხვევაში გააგრძელებ გზას. ცნობ ყობაღიძეს ლეგიტიმურად? არა, და აი ამ დროს უკვე დაგიჭერენ. წარმოგიდგენიათ? ამ კანონმა თუ გაამართლა, მერე მიიღებენ კანონს სილამაზის აღიარების შესახებ. შემდეგ კითხავენ, ხომ ლამაზი და სიმპათიურია ჩვენი პრემიერი და არ დათანხმების შემთხვევაში ეგრევე ციხე. დიახ, ადამიანი თუ პრემიერ-მინისტრის სილამაზის სიდიადეს ვერ აფასებს, მე ეგეთი მოქალაქე არ მჭირდება ქვეყანაში. დაიჯდეს ციხეში. შეიძლება ესეთ ამ მდგომარეობადაც მივარ, ნუ გეცინებათ ყველაფერზე. მე სერიოზული ადამიანი ვარ, სერიოზულ რაღაცებს ვამბობ. ეს ყველაფერი არ არის, იღებენ კანონს, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას საერთოდ აეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლით დაისჯებიან. ადრე თუ პირში წყალი ჰქონდათ დაგუბებული ბიზნესს, ახლა პირს საერთოდ უუქმებენ, ვირფასო მეგობრებო. თვალებსაც აუხვევენ, რომ არ დაინახონ რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ რაც მთავარია, ცხვირს უტოვებენ, რომ თავისუფლად ისუნთქონ. მე მგონი ამათ ვირფასო მეგობრებო, აი ამ კანონით ბიძინას დაჭერა უნდათ. აბა, ესე იგი, იმიტომ რომ პოლიტიკურ განცხადებებს ვინ დაეძებს, ეს კაცი პირდაპირ ქვეყანას მართავს. და ამ კანონის მიხედვით დაჭერა კი არა, მე მგონი სამუდამო პატიმრობის მუხლით შეიძლება მიუყენონ, იმიტომ რომ რა ვიცი, ეგ ბიზნესმენია, ეგ კაცი და პოლიტიკაშია თავიდან ბოლომდე და ქვეყანას მართავს და რა ვიცი, ეს კანონი ალბათ წესით პირველი მაგას უნდა მიუდგეს. მთავრობა კიდევ უფრო ამკაცრებს გრანტების კანონს, ადრე თუ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, ახლა შეეხება ყველას და ყველაფერს. ემიგრანტების გზავნილებს, YouTube პლატფორმაზე განთავსებულ პოლიტიკურ პოდკასტებს შეიძლება ვერ დაიჯეროთ, ამიტომ ვნახოთ ოცნების პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პოდკასტი, პოლიტიკური ვიდეო უცხოური დაფინანსებით ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაა. ამას არეგულირებს კანონი, რომელსაც ვიღებთო. გაიგეთ? საბოლოოდ მივედით იმ ეტაპამდე, როცა ქვეყანა დავემსგავსეთ ანიმაციურ ფილმ სიზმარას. მეფე ხომ კანონებს იღებს იმ მულტფილმში. ამას დახრეთ, იმას ჩამოხჩობა, ამას დახრეთ, იმას ჩამოხჩობა. საკუთარი მინისტრები, ომის მინისტრი, ჭამის მინისტრი და პირველი მინისტრი ხომ ჩაყარა ციხეში. ახლა ერთადერთი ის დარჩა ოცნებას, რომ ჩვენი სიზმრებიც გააკონტროლონ. იმედია დასასრულიც ისეთი იქნება, როგორც აქ არის, აი ამ ანიმაციურ ფილმში.
აქეთ პატიმრების თავისუფლება, იქით ახალი არჩევნები, უკან კიდე ევროკავშირის ვარსკვლავები. ასე გადაიშლება. გრანტების კანონზე დასავლელი პარტნიორები ოცნებას მოუწოდებენ, რომ არ გადადგან ეს ნაბიჯი, მაგრამ ქართული ოცნება მაინც ჯიუტად აგრძელებს საკუთარი გეგმების შესრულებას. ნახოთ, როგორ გამოეხმაურა გრანტების კანონის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს ოცნების ახალი ფალავანი, ოღონდ სუბუქწონაში ლევან მახაშვილი. ნახოთ მისი განცხადება. ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო, როგორც იტყვიან. ყეფავს არა, ყეფულობს უფრო. და ზოგადად რომ იცოდე რაც მოგივა დათო ყველა შენი თავ არ ვიცი ანდაზები მაინც ისწავლეთ კაცო მაგრამ არ ამგონია ყორანი გავათეთროთ რაც არ უნდა ვხეხოთ ესეთი ანდაზებია ძაღლი ყეფავს დიახ მე მეცაც გეტყვით მეგობრებო ისი არ წვიმავს როგორც ქუხავს რაც თავარი არ დაგვავიწყეს ესენი ატარებენ ძვირფასო მეგობრებო განათლების რეფორმას ესენი ატარებენ ძაღლი ყეფავს ატარებს განათლების რეფორმას მინდა ყველას მიმართო ვინც გრანტების კანონს აკრიტიკებთ მაგდენ კრიტიკას ახლა სიმართლე გითხრათ არ ჯობია მადლი ქენი ქვაზე დადევი და რომ გაივლი წინ დაგხვდება ხო დადევი და დაგხვდება შვედეთის მთავრობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში მიმდინარე პროცესების და მოუწოდა მთავრობას დაიცოს ადამიანის უფლებები და ის ღირებულებები, რაც ძვირფასია ევროპისთვის. ამის საპასუხოდ პარლამენტში სხდომაზე ოცნების ლიდერმა ირაკლი კირცხალია, არის ესეთი ოცნების ლიდერი ყოფილა, ცინიკური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია შვედეთში კრიმინალის დონით. კრიმინალის დონის მატებით და შეშფოთებულია შვედეთში არსებული ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემებით. აი ეს მაგარი იუმორისტული გამოსვლა ქონდა ირაკლი რა. აი ძალიან მაგარი რა. ბოლოს ანეკდოტით უნდა დაგესრულებინა. შვედი ქალო ბუტკაშიო. შვედი ქალო არ ვარ შვედიო. შვედი ქალო ბუტკაშიო შვედიო და არ ვარ შვედიო და შვედი ქალო ბუტკაში ხო ხედავ რა დღეშია შვედეთიო. დალაგდება სიტუაცია და მე გამოდიო. მაგარი ის გამოვიდა ეს თვითონ ხუმრობა და იუმორის ანეკდოტური იუმორი ხო. კახეს მოუყევი მე ეს სუფრები ხო არის თქვენთან და მაგას უყვარს ეგეთები რა. რამდენიმე დღის წინ იმის დასამტკიცებლად რომ ქვეყანაში დემოკრატია და მთავრობა მზად არის კრიტიკული აზრის მოსასმენად ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით რომ აღდგეს დებატები. ამ ინიციატივას მომენტალურად გამოეხმაურება სამთავრობო მედიები რუსთავი 2 და იმედი. რუსთავი 2-ზე უკვე ერთი გადაცემა გავიდა ეთერში. ვისაც არ გინახავთ მე მინდა გაჩვენოთ ამ გადაცემის სტუდია ძვირფასო მეგობრებო ნახოთ შეხედეთ დააკვირდით მაგიდას და მის სიდიდეს დააკვირდით მაგიდის სიდიდეს თურმე კოსმოსიდან ჩანს ჩინეთის დიდი კედელი და ეს მაგიდა ჩანს კოსმოსიდან გადაცემა რომ დამთავრდა მე გაიყვნენ თურმე და ფეხბურთი ითამაშეს ოპერატორებთან ერთად 5-5-ზე თვითონ მაგიდაზე ისე ჩემი რჩევა იქნება რომ მაგიდას მიანიჭოთ რეკრეაციული ზონის სტატუსი თორემ ვიღაცამ შეიძლება კორპუსი ჩადგას გაიგე ჩაგივარდეთ გადაცემა ესეც გენეული იუმორი დებატებში მთავრობის მხრიდან იყო შალვა პაპუაშვილი ხოლო ოპოზიციიდან სოზარ სუბარი მე ესეთი მწვავე დებატები არასოდეს მინახავს ვიფასო მეგობრებო ისეთი გამწარებული იყო სოზარი სუპოლიტიკურ ტალახში ამოგანგლა პაპუაშვილი არ შეარჩინა არც ერთი სიტყვა აი რომ იტყვია განადგურა კონკურენტი ფაქტიურად დაშლის პირას მიიყვანა ქართული ოცნება სულ ათრია ესე მაგიდაზე გაწურა განადგურა ძლებში დალეცა როგორც იტყვია ხოლმე პაპუაშვილის უთქაზე ეს ვინ ყოფილა შემეშვით საერთოდ მე მეორე დებატებში მომსვლელი აღარ ვარო მართლა ვინ ყოფილა ეს სუბარი ეს დაუნდობელი უსისხლო კაცი აი ესე ბოლოს მოლეცა ყველაფერი იქაურობა და ისე წავიდა რა ვიცი ნუ ახლა ცოტა გავაბუქე ხაც ვიფასო მეგობრებო თლათ ეს არ ყოფილა სინამდვილეში აქ ეს ადიდეს ერთმანეთი და დაიშალნენ ერთი სიტყვით მე რუსთავი 2-ის ადგილას ამ დებატებს დავარქმევდი კვადრატულ დებატებს იმიტომ რომ ამ ოთხკუთხედი მაგიდის 4-ვე გვერდი და ამ მაგიდასთან ხდომთა 4-ვე აზრი ერთმანეთის ტოლი იყო თან იმდენად ტოლი რომ აზრების დიაგონალურად გაყოფის შემთხვევაშიც კი 4 ტოლგვერდა სამკუთხედი წარმოიქმნებოდა ვისაც მათემატიკური იუმორი გიყვართ ეს თქვენთვის არის
აუცილებლად მინდა შევეხო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თემას. ქართული ოცნების მომხრე პროფესორებმა ბიძინას წერილი მისწერეს. იქნებ ჩაერთოთ თქვენს ბატონო ბიძინა ამ საკითხშიო და გვიშუ ამდგომლოთო. ანუ ამათ გონიათ, რომ თითქოს ბიძინამ არაფერი არ იცის. რაღაც გაუგონარსი ბრიყევესთან გვაქვს საქმე ძვირფასო მეგობრებო. ბიძინამ არაფერი არ იცის კი არა, სავარაუდოდ თვითონ ბიძინას იდეა. მართლაც რომ ეს იდეა და უკვე მოზომილიც ექნება, რომელიც შენობა გაასწოროს მიწასთან და ზედ რამდენიმე სართულიანი შენობა დადგას. აი ზუსტად იმას მაგონებს ვარლამ არავიძებ თითქოს რომ არ იცის ეკლესიის დაანგრევა, რომ უნდათ და დიდგვაროვნებთან მათ დასანახად რომ გმობს ამ ყველაფერს. აი რაღაც აი ამ სცენას გავს ეს ყველაფერი. განსაკუთრებით ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები არიან გაურკვევლობაში, შეიძლება უმუშევრად დარჩნენ, თან ვერც აკრიტიკებენ, თან ეს გაერთიანებას არ მოსწონთ, თან ვერც აქებენ. ერთი სიტყვით კარგად რომ დაიმახსოვროთ, რა ვიცი, აი ქოცი ხართ თუ არა ქოცი, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ბიძინას უსამართლობის აქლემი ყველას კართან არის უკვე დაჩოქილი და ფრუტუნებს. არ ვიცი, მე რამდენად უნდა გითხრათ ეს სიბრძნე, მე რამდენად უნდა გაგიმეოროთ. ხო შეიძლება რომ გაიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. აუცილებელი ხომ არ არის კაცო, აი ფილოსოფოს შათირიშვილივით მეც წერილები ვაქვეყნო და ისე დამიჯეროთ. იმისი ხო გჯერათ და ჩემიც დაიჯერეთ, ხო შეიძლება პირდაპირ გელაპარაკებით, თვალებში გიყურებთ. მოკლედ ესე იგი უნივერსიტეტების გაერთიანება ყველაზე ოსტატურად გააправა ქართული ოცნების მჭერმეტყველმა ბატონმა ლადო კახაძემ. ნახოთ მისი ბაგეებიდან გადმოღვრილი სიბრძნე. ეს არის დიდი ოკეანე. ჩვენ გვაქვს ორი დიდი ლაინერი. მოხდება ამ ორი ლაინერის გაერთიანება და ცალ-ცალკე ცურვის მაგივრად კატამარანი იქნება. აი ესე თქვა, აი მართლა ესე თქვა, როგორც მე ვაცხადებ. აი ესე გამოაცხა, აი სულ მაკანკალებს ხოლმე აი ლადო კახაძის აი ამ უკიდეგანოს სადღე გრძელოებს. აი ლიქვნელობის რა საფეხურია იცით, აი ტანში რო შეგაძაგძაგებს და თან ცოტა გულისრევის სპაზმიც რო წამოგივა და ნოშპაც რო არ გშვენის. მაგრამ თვითონ არაფერს რომ არ გძნობს ამ დროს, რადგან ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ყველა მთავრობის პერიოდზე იდეალურად მუშაობს. იდეალურად. მე ბატონ ლადოს აზრს გავაგრძელებ და ვიტყვი რომ ძალიან მომწონს ეს გაერთიანების იდეა. ჯერ უნივერსიტეტები გააერთიანდეს, მერე ბანკები, მერე ბათუმის და თბილისის დინამო, მერე იმედი და პირველი არხი, მერე საქართველო და რუსეთი და ორი დიდი ლაინერის ნაცვლად მივიღებთ ერთი საბჭოთა კატამარანს, რომელიც უნდა შეკაროთ ყველა ადამიანი, ასე მოაზროვნე ყველა ასე მოაზროვნე ადამიანები და გაგიყვანოთ შუა ზღვაში და უსასრულო კრუიზში გაგიშვათ. საინტერესო განცხადება და ამავდროულად წამოწდენა გააკეთა ოცნების უძლიერესმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა. ნახოთ რა თქვა მან. სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანებით ალბათ ყველაზე გახარებულები აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ. ანუ ამით თქვა რომ გპი უქმდებაო ფაქტიურად, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი უქმდება და მაგის ჯღან დიპლომებს არ აიღებთო. შეურაცხყოფა მიაყენა ყველა სტუდენტებს, ლექტორებს, ყველას მთელ ტექნიკურ უნივერსიტეტს. ერთი ის არ უთქვამს ფურას გავხარ თქვენ უპატრონოებო. თორე სხვა ყველაფერი უთხრა. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაცა შეზღუდვები უნდა დაუწესოს საკუთარ წევრებს. აუცილებელია წილოსას აეკრძალოს ლაპარაკის უფლება, ლადო კახაძეს სადღეგრძელოს უფლება და ირაკლი კობახიძეს თმებზე ხელის ჩამოსმის უფლება. აი ასე რო აკეთებს. თან ვერც ვიგებ ამით რას აკეთებს, თმებსაც არ ივარცხნის. აი რაღაცა ასე დადელა და ესე გააგრძელებს. აი რას აკეთებს ამ დროს ვერ ვხვდები.
მინდა საინტერესო სტატისტიკა გაგაცნოთ მეგობრებო, როგორც ირკვევა ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა სმაჭამაში მარტო იანვრის თვეში 400,000 ლარი დახარჯეს რესტორნებში. იანვარი ხარჯიანი თვე იყო, ეხლა სიმართლე რომ გითხრა, იქ 1 იანვარი, იქ ბედობა, იქ შობა, იქ ნათლისღება. წარმოიდგინეთ ჩინოვნიკების მუცლის ამოსალსებად რამდენი გადაუდებელი და აუცილებელი მიზეზია იანვარში. როცა თავს ზემოთ ძალა არ აგვაქვს, იძულებული ხარ ხალხის ფული ჩასახეთქად. ყველანაირ ზომებს მიმართო. მოდი გადავიდეთ თემაზე, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება. ხომ გახსოვთ წინა კვირებში რომ რა ამბავი იყო პროდუქტების ფასებზე. იქმნებოდა კომისიები, მსჯელობდნენ, როგორ უნდა დაწყებულიყო პროდუქტების ფასები, ბაზარზე დაწეულიყო, 1000 ვერსიამ გაიჟღერა ხო და აი ზუსტად ეგ პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდა, ძვირფასო მეგობრებო, სტატსტატმა გითხრა ამ კვირაში. მაგრად იმუშავა კობახიძემ, ძალიან მაგრად იმუშავა. იქნება ამ თემაზე აღარ შეიკრიბოთ ხოლმე რა და იმ გაძვირებულ ფასებს მაინც რომ დაუბრუნდეს პროდუქტები, რაც თქვენ შეკრებამდე იყო. ახლა ხო გაძვირდა და ჩვენ გვინდა ის გაძვირებული ისევ გაიაფთეს და დაუბრუნდეს იმ გაძვირებულ ფასს, რაც გაძვირებული ერქვა მანამდე. მიხვდით? ყველაზე საინტერესოა ფასების შემსწავლელი კომისიის წევრებზე ინფორმაცია. მოდით ვნახოთ, ვინ შედის კომისიაში, აი ფასებს რო სწავლობს. ვნახოთ, ფასების შემსწავლელი კომისიის 8 წევრიდან 7 მილიონერია. ანუ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც პროდუქტებზე გაზრდილი ფასის პრობლემა არც კი შეხებიათ, უფრო მეტიც ეს უკანასკნელი პრობლემა არასდროს აღუქვამთ, ცდილობენ ამის მოგვარებას, ანუ მილიონერები გვიგვარებენ ფასებს. ეს იგივეა მტაცებელი ცხოველები რომ შეიკრიბონ ტყეში და ირმების უფლებების დაცვაზე იმსჯელონ. მილიონერი დეპუტატების კომისიის დაკომპლექტებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. ვნახოთ როგორი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით ნინო წილოსანმა. დაუკვირდით ძვირფასო მეგობრებო. უკვე დადასტურებულად ბოლშევიკმა ნაცებმა პოსტზე გამოაცხეს კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა. გაიაზრეთ რა თქვა, ანუ მილიონერებს გვებრძვიანო, ძვირფასო მეგობრებო, მე მებრძვია მილიონერს, ეს ხო ბოლშევიზმია, მე რომ მილიონერი ვარ და ეს მებრძვის ბოლშევიზმი აბარა არისო. მართლა რაღა იყო ხალხო, რაღა იყო. ალალი ჩინოვნიკები არ გიყოთ სამიზნე და ახლა მე ამით მილიონერებს დაერიეთ, ხო? თქვენ მილიონერობა ადვილი ხომ არ გონიათ? იცით თქვენ უკანონო ნებართვის აღების დროს ან ბავშვთა გასართობის სივრცის ადგილას კორპუსის აშენების პროცესში რამდენი სირთულეს აწყდება კეთილშობილი მილიონერი? იქ მშენებლობის ხარჯები, იქ იურისტები, ქთამის გამაზვა, აქეთ ბულდოზერები და რა ვიცი 1000 რამე. უკანონოდ გამდიდრება თქვენ ადვილი საქმე გონიათ? ეგ ცხელი სუპი და თვის ბოლოს სოციალური გერჩივნოთ იმ ტანჯვას, რასაც ჩვენი მილიონერი მეგადიან. აი ეს ხალხი რა ტანჯვასაც გადის. ეს სუპი გერჩივნოთ მართლა. ვიწვევი მე ამათი ცოდვით რამდენი შრომა უნდა მართლა. მონოლოგის ბოლოს შეჯაბრება რომ გავაკეთოთ ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ოპოზიციამ უნდა მოიკრიბოს ძალა და უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ როგორ? ახალი კანონით ბიზნესმენებს ეკრძალებათ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ხალხი YouTube-ზეც უკვე პოლიტიკურ პოდკასტებს ვეღარ გააკეთებს, ერთი სიტყვით პოლიტიკოსი პოლიტიკაზე მხოლოდ სახლში თუ ილაპარაკებს ძვირფასო მეგობრებო, თორე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში დაიჭერენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები არ დანებდებიან ძვირფასო მეგობრებო. ისინი კრიტიკას აუცილებლად გააგრძელებენ. გამოვლენ და აივნიდან იყვინებენ კოცების დიქტატურაზე. სამეზობლოში ივლიან და იქ იჭორავებენ ოცნების ამ დამპალ რეჟიმზე. სარდაფიდან კომპოტის ამოტანისა მთელ სადარბაზოში იყვირებენ ცეცხლი ოლიგარქიას. ხოლო რაც შეეხება ხალხთან შეხვედრას, სახლში სპეციალურად გებრიელ საჭმელს გააკეთებენ, რომ სუნით შემოიტყუონ მეზობლები და გარშემო მყოფი ხალხი სახლში და იქ გაიმართოს პოლიტიკური დისკუსიები. ოღონდ
კანონის ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, ნუ კანონს დავარგეთ. ჩვენ კანონს არ ვარგეთ. ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ. ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ, ძვირფასო მეგობრებო. აი ეს ბოლო ფრაზა მომწონს ყველაზე ძალიან. ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ. ოცნებამ ყველანაირი უკანონობა თავზე დაახია, დაიჭირა, რა ვიცი, დაატყვევა, ბოლოს ყველა გააუქმა და ესენი იძახიან, ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ. აი როდემდე უნდა ვიყოთ აი ამ პოლიტიკურ იდიოტიზმში ძვირფასო მეგობრებო, მე არ ვიცი. აი ბოდიში ავღელდი რა, აი მართლა ავღელდი ესე გადაცემა მონოლოგის ბოლოს, ცოტა თუ არ დავწყალდი ისე სხვანაირად არაფერი. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია სულ მალე ჩემს გადაცემას გააფორმებს ბენდი თამარ ლეკვიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მომღერალი გიორგი უშიკიშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G, ამანათები ჩინეთიდან, ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე, ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace დიზაინი. InSpace დიზაინი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace დიზაინი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათი შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ პოლიტიკური დებატების თეატრი. თებერვლის 1 სუსხიანი დღე იდგა. როცა უეცრად ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა გადავწყვიტეთ ჩვენი ბედკრული ქვეყნისათვის დემოკრატიის ერთი პატარა ნაპერწკალი გაგვეჩინა. და ეს ნაპერწკალი იყო სწორედ ის, რასაც ჩვენ დებატებს ვუწოდებთ. ოპოზიცია თუ პოზიცია, პოზიცია თუ ოპოზიცია, საკითხავი აი ეს არის. არავინ იცის ღმერთი დებატებში ვის რას გვიმზადებს. აქეთ ოპოზიციონერი ბატონის სერგოა, იქეთ კი პოზიციიდან ბატონის ზაური. არავინ ვიცით ვის დაატყდება თავს პოლიტიკური ჭექა-ქუხილი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ტრაგიკომედიას ერთ მოქმედებად. სახელწოდებით სისხლიანი დებატები. მას დავიწყოთ. თუ ვით დაამპრევს ორი კაცი ერთმანეთს თავყბას, 10 წუთში დაინახავთ ყველაფერ ამას. და თუ რაიმეს ვერ მიმხვდარხართ ჩემს წინა თქმაში, თვალი ადევნეთ მოქმედებას. მიხვდებით მაშინ. ილოცე დებატების წინ Deep State is მონავ! მარა, რას ილოცებდი? გრანტი აღარ შემოგდის და ტყუილად ხო არ დაიღლიდი? თავს! აბახეთ მომხედე! შენი ილოცე დებატების წინ დეზდემონა! ოღონ დეზდეს გარეშე პირდაპირ მონავ! მე მგონი მშვენიერი დასაწყისია განაგრძეთ. ჩვენ ოპოზიციას აღარ აგვაქვს ზარღვებში სისხლი. კრიტიკულ ტელევიზიებს ფინანსები რატომ დაუშრათ? ვინ გადაუხდის ჯარიმებს ტროტუარზე მიდენილ ხმარებს? ფული კი მხოლოდ მონაკოში წყლის ნაპირას მომღიმარე კაცი. ყველაფერს კრძალავთ. ენჯოებს გრანტიც არ გააჩნია ტროტუარზე დგომისთვის. კაცი ისჯება. თქვენ კი ტანზე შემოგიცვამთ ძვირფასი პარჭა. არ გაქვთ სიმფისი, არც ნამუსი და არც ღირსება.
თუ დაიღალე ამ ქვეყნისგან მე გირჩევ წასვლას რადგან ხოცები არ ვაპირებთ ჯერ არსად წასვლას გენიალურია, რას უპასუხებს ოპოზიცია. ეკონომიკა ჩამოშლილია, ბიზნესმენები რამისაა ქუჩაში დასკდნენ და ეს მთავრობა აღარ მთავრობობს და ისე ყანყალებს ვითარცა მაგიდის ფეხი. შემტარვალო მაგას როგორ მკადრებ დესტრუქციულო რადიკალო არა რაობავ წეული მციყავ შენ ხალხის ძალის აფთართა მათგმავ როცა ხალხშია ამ დროს მაცღარ ჩინოვნიკებს პერანგებზე სიმსუქნისგან ღილი უწყდებათ უმოძრაო და უფუნქციო ლეშებით აივსო დღევანდელი პარლამენტი მერე რა ჩვენ ჩინოვნიკები არავის უცვლით საჭმელს ჩვენს იმას ვჭამთ რასაც უფალი გვიბოძებს ზუთხი გვაქვს ზუთხს ავჭამთ ხიზილა გვაქვს ხიზილალო შემტარვალო და ეტენდერების ატკატებიდან შემოსული თანხის მორევში ჩაიძიოს მთელი შენი შთამომავლობა არა ეს რა ჩავიდით ეს როგორ ვიკატე ასეთმა სიძულვილმა დამატყვა რომ მე მისი შთამომავლობა დავწყე ეს რა ჩავიდით მე ხომ სულ იმას ვამბობდი რომ მათ არ უნდა დამსგავსებოდ რატომ გამეცივდა ასე სისხლი რატომ გავიწყვიტე ასე უცებ სინდისის ზარს რატომ ჩამისახლდა ეშმაკის სულში და რატომ დაიწყო ჩემი სხეული შიგნიდან ჯიჯგნა როცა მე ერთი ცხოვრებისგან მიტოვებული პატარა პარტიის უმცევრო წევრი ვიყავი როცა მე წინას არჩევნოთ ერთი ცისკრა ჭიანჭველასაც კი უსურველ ცხოვრებას და ლაღად მოფარფატებ ურბულებს უფასო საკენკს პირდებოდი და მე რა ჩავიდიდი მე ის დავწყევლე მოჭა მე მივდივარ როგორ? მივდივარ პოლიტიკიდან მიდიხართ? არა უბრალოდ გვიანია და მეტროს მინდა რომ მიუსწრო მაგიტომ მივდივარ მშვიდობით ჩემო ქვეყანა ორშაბათის საპარლამენტო სესიამდე შვიდობით Bravo! ავტორი ხოთ მობრძანდეთ! მაგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNX-G. ამანათები ჩინეთიდან, ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, სატელევიზიო არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები ნომერი 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. შაბათის შოუ ჯგუფი და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი
თესეულის და ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები უმღერიან ბიძინა ივანიშვილს. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობი. ვნახოთ მუსიკალური ნომერი. ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამი და მივესალმებით ჩვენი განაცემის სტუმარი არაჩვეულებრივი მომღერალი ბატონი გიორგი უშიკიშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედრით. რაღაც წინაზე უფრო ისეთი პომპეზური წარდგენები გქონდა ხოლმე, მაგრამ რაბა რა სიმღერით შემომყავდი? ბენდით აგიკრძალეს. რომელი სიმღერა ეს მკვდავი ეს საკანონმდებლო ინიციატივის ამბავში მოყევი, ბენდის აკრძალვაში თუ რაში მოყევი. სანამ აკრძალავე, მანამდე ყველაფერი იკრძალება. შენ ესე იგი დაასწარი, ხო? დავასწარი. სანამ ბენდს ამიკრძალავდნენ. რაღაცა სხვანაირად შემოვდიოდი, ის რაღაცა სხვანაირი ჩემი საყვარელი მუსიკა იყო. რომელი? ეს ტარარარარირარარა ტირარარარა ტირარარარარა ხო? ხო და ეხლა რადგან ეგ აღარ არის და სიცარიელია, ხო? ხო. მე ვფიქრობ რომ მაგას რაღაცა ორიგინალური გადაწყვეტა უნდა მოუფიქროთ ჩვენ. რომ არ მოკვდეს ეგ სიმღერა. არ მოკვდეს, მაგის არ შეიძლება მაგის სიკვდილი. რა შეიძლება მოუფიქროთ? ნუ მაგალითად შეგვიძლია რომ ჩვენ დავსხდეთ აქ მაგალითად მოვიყვანო კიდე ერთი სამი კაცი. ხო. ხო და უფასოდ კვირაში ერთხელ იმღეროთ. რამე ტექსტი გავაკეთოთ მაგ სიმღერაზე. აკაპელა. აკაპელა, ხო. აკაპელა. თუ გინდა მოვიფიქროთ ტექსტი და პატრიოტული იყოს. პატრიოტული. ხო, პატრიოტული ტექსტი მოუხდება, ეს თვითონ მელოდიაც ისეთია, რომ რა შეიძლება? მე მელოდია ძალიან პატრიოტულია. ძალიან პატრიოტულია. ხო, და აი როგორი ტექსტიც არის, როგორი მელოდიაც არის, ესეთივე ტექსტი უნდა მოვიფიქრო მაგას. ხო, მაგალითად რაღაცა ეგეთი. საქართველო გაბწყინდება ჰარი-ჰარალად. აი რა იცი, ნახე. ჰარი-ჰარალად რატო იცი? ხო ამბობენ რომ აი ქართველები მარტო პულბარილი ჭამასმა რაღაცა ხო ხვდები? აი ამიტომ საქართველო გაბწყინდება ჰარი-ჰარალად. მე რა არის? სიყვარული, სიყვარულის სიხარული. მარად და მარად. გაუ მაგარია. საქართველო გაბწყინდება ჰარი-ჰარალად, სიყვარული სიხარული, მარად და მარად. ეს მაგარია ბოლოში ხო დააჩქარება დანან. მარად და მარად. კაია. აი წინასო და გზელი უნდა იყოს მარად და მარად. მე მინდა მოგილოცო გიორგი ერთი ამბავი რომ შეგეძინა მეორე შვილი, ხო, ესე იგი მათე და მინდა რომ აი რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ვისურვო. ძალიან დიდი მადლობა. მეორე ბიჭის მამა ვარ, მოკლედ პასუხისმგებლობა მეტია. ხო, პასუხისმგებლობა მეტი გაქვს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მეტია და ეხლა რა ვიცი, სამხმაში რომ იმღერონ, რა ვიცი, ერთი მესამეც დავამატო, ცუდი არის, თუდი კი არ იქნება. კი, ვის გავს ბავშვი? სამხმაში. ბებიაჩემს ონას. როგორ? არა, ხო და ესეც ასეთ სიტუაციაში ვარ, ესე იგი, მათ ეს ფოტო რომელიც მაგ ტელეფონში და ვიღაცას ვანახებ ხოლმე, იქვე რომ გადავკრავ ხეს, მაგ ბებიაჩემის ონას ფოტო. და რატო? იმიტომ რომ ბავშვი არის ქერა და რაღაც ღია თვალებით რა. აბსოლუტურად არ ამგავს მე. ხო და ვიმართლო თავი ახლა რომ იცი რა არის, ახლა მართლაც წერული ხა ხუმრო, მაგრამ მართლაც წერული და თავარ დაგავებული მაგით რა. მეუბნები და ყველა რაღაცა ცოტა ისე შეისმუშრება ხოლმე, ხო იცი, ქერაცის ფერთვალებას ու დაინახავს და რაღაც მიყურებს, რაღაც ესე იცინიან, მაგრამ იქვე მზად მაქვს, რომ იცი და უშიკიშვილები, ზოგადად ვართ საერთოდ ქერები, მაღლები, ცისფერთვალებები, რაღაცა კიდე, მაგალითად ბებიაჩემის სონა იყო ასეთი, ბიძაჩემები ასეთები არიან, მამაჩემიც ესეთია რაღაცა და ძირითადად დაკავებული ვარ, მოკლედ გამართლებით და ხოთაშორის პირველი შვილი რო შებეძინა საბა. ხო. საბშობიაროში მე და დედა ვიყავით და ესე იგი ჩვენთან ერთად აზერბაიჯანელი წყვილი იყო, მოკლედ რომელიც ასევე ელოდებოდა ბავშვს შვილს და მოკლედ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა რა და მე ჩვენ იმ ოთახში პატარა ოთახი იყო სადაც ფანჯარა არის ხო იცი ესეთი ბავშვი რო გამოყვათ რო გაჩვენებენ რა და მე და დედა ვართ რა ისე და მე ველოდებით ძალიან ისე და აი ზუსტად ერთდროულად იფშობიარა ჩემო მეუღლემ და ამ აზერბაიჯანელებმა რა მოკლედ და ნუ ეხა ისინი ძალიან მხიარულობენ ესეთი რაღაც აქეთ იქით მოკლედ და მოგედა ბებია ქალს ეხა ხოხმა ხო არის მის იქიდან და ესეთ და მოყავს ორი ბავშვი რა. ნუ ეს და ფანჯარას და ესე მოაყენა ესე ამივით რა. რაღაც სპეციალური გორგოლებიანი რაღაც ის რო არის მოაყენა ესე და ორი ბავშვია რა. ერთი არის ქერა, თეთრი, ქათქათა, ულამაზესი. მეორე არის შავი. ესე იგი აი სახედეს უბეწვები აქვს. არა ჩანს ფაქტობრივად ბავშვი რა. ხო და რაღაც დაბერებულია, ნაოჭებიანი, რაღაც და ესეთი ბავშვია.
ხო და მე კი მითხეს რატომ არა ხო და მივედი ეხა და აი ჩვეულებრივ მე და დედაჩემ რაღაცა ესე წაგვიღო რა წაგვიღო ამ თეთრი ბავშვისკენ ხო და მოსაფერებლად აი დედაჩემ ბებოგენაცოლოს აი უკვე მიამსგავს დედას როგორ გავხარ რაღაცა უყურებ აი უკვე მიამსგავს მოგამსგავს რაღაც წვირი აქ შენი რაღაცებს მეუბნება რა უკვე ჩვენთან დააკავშირა ნახე შენი ნიკაპი აქ დედა და რაღაც ეს მეუბნება და უსვათი ქალია ის ბებია ქალი რა რომელიც ხმა არის მის და არაო ეგო თქვენი მეორე თქვენ და დედას გეფიცები აი იქიდან დედაჩემი წამოვიდეთ მანქანით ერთად და აი მთელი გზა ვიყავი შოქში რა მართლა გულწრფელად დედაჩემი ოღონდ მამხანებს არა უშავს შვილო ძალიან ლამაზი იყო სხვათა შორის აბა შენ კარგად ვერ დააკვირდი ჩვენ იმას ვაკვირდებოდით და იმას ვერ მიაქციე შეყურადღება და მე ხო უკრება ბავშვი ხო გაუკრება ეგ თმაც გაუკრება აი ნახე შენ ნახე რა ბიჭი დადგება და ხო და ახლა მეორე აგერი მაშინ ველოდებოდი და პირქერანაცის პერტვალება მეორე პირდაპირ დაება და კერანაცის პერტვალება კაი იყო კაი უშიკ ესე იგი შენ საქართველოს უნივერსიტეტში გინდა რომ გახსნა სკოლა ხო? არა, საბაკალავრო პროგრამა, მინდა კი, ძალიან მინდა. ხო, ამისთვის გჭირდება შენ ახლა რეალურად აკრედიტაცია. ხო, ბატონო, ძალიან მინდა. ძალიან, იმიტომ რომ ჯერ კიდე ასე მე როგორც გავიგე, ფოლკლორი გესმის. ხალხური სიმღერა? ხალხური სიმღერა, ხო. ხათაშორის ეხა დავიწყე ის კურსებზე დავდივარ ამაღლების. ამაღლების, ხო, იმიტომ რომ გაღრმავების ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, რომ შენ არ მოგწეს აკრედიტაცია, რაღაცა უარი გითხრეს. მიზეზებიც მოიგო, ანუ გიორგი უშიკიშვილს, ანუ პრინციპში რა, როცა პატა ბურჭულაძე ოპერაში არ შეუშვეს, უშიკიშვილსაც შეიძლება რომ მოუდო შარი. არა, ოპერაში არ შეუშვეს კი არა, მეგონი მათ პირიქით ოპერასთან უნდა სიმღერა და არ არა, შეშვებაზე კი არ იყო საუბარი. ოპერის წინ უნდა სიმღერა და არ ამღერეს. ხო და შესაბამისად შენც ესე იგი თვითონ კომისიის თავმჯდომარე იყო, ვინც უარი გითხრა, ძალიან საინტერესო პროფესიის ადამიანი, აგრონომი. ხო, თელაველი კაცია კი. ხო, აგრონომმა გითხრა უარი, რა მიზეზები აი მიზეზები. სხვათა შორის იცი რა, აერო ეხა მიზეზები ექსპერტების ჯგუფია, რომელიც სხვათა შორის არ ქონა წუი დასკვნა, მაგრამ მე ბოლოს ამ კომისია და შემოიყვანეს ერთი ქალბატონი, რომელიც იმას მიმტკიცებდა, რისი წინააღმდეგ იზღვარ მთელი ცხოვრება რა. ხო, რისი? ანუ რაც არ უნდა გავაკეთო ამ სფეროში. ხო. რაც არ შეიძლება რომ გავაკეთო. მიმტკიცებდა რომ აი ეგ უნდა გააკეთო. აი ხალხური სიმღერის დირიჟორობა მაგალითად ხო აი არაფერთ არ შეიძლება რა ანუ იმიტომ რომ სხვა პრინციპია და აგებული არის სხვა რაღაცაზე რა მაგალითად და მთელი ცხოვრება ამას ლაბორატორია ხალხო ნუ დირიჟორობთ ამ იმას რა ქვია ხალხურ სიმღერას რა არ შეიძლება და ამაზე მაქვს სულ მთელი ამბები რა მოკლედ და ეს ქალი შემოვიდა მაგრამ იცოდა სავარაუდოდ რომ ეს მე არ მიყვარს ხო და ძალიან მეუნებოდა რომ აი მაინდა-მაინც უნდა იდირიჟორო ხალხური გუნდიო და ხალხური ანსამბლი უნდა დირიჟორობა და დირიჟორობა უნდა ასწავლო და ამავდროულად და მოკლედ საბოლოო ჯამში იქ დასკვნა გამოვიდა ასეთი რომ ნუ ჩვენი კომპეტენცია ხო მაგალითად კიდე ეგეთი რაღაცა იყო რომ აი შენ რო ასწავლე მე მეწერა იქ რომ მაგალითად სიმღერას რო ასწავლე ადამიანს ჩემთან ერთად თქვა ძალიან მაღალი პროფესიონალები ხაზერ ქوانიძე ოთარ კაპანაძე და მთელი ეს გუნდი საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის მიმართულების რომელსაც მადლობა მინდა გადაუხადო ყველას და ჩვენ გეწერა რომ აი ბავშვი რომელიც სტუდენტი რომელიც ჩვენთან ისწავლის სიმღერას მას ექნება საშუალება რომ მე სხვასაც ასწავლოს ეს სიმღერა და აქ გაგუჭედეს. ანუ არ შეიძლება რომ ასწავლოს. ნუ შეიძლება მან ვერ შეიძლება ჩვენ იმდენად კარგად ვერ ვასწავლოთ მას სიმღერა, რომ მან ვერ მოახერხოს ხვისთვის სიმღერის სწავლება. მაგის გამო ანუ ეს ჰიპოთეტურია ეს რა ყველაფერი რა. იქნება და ასწავლო. იქნება და ვასწავლი ხო? იქნება და ისიც ასწავლის. ხო. მაგრამ არა. მას შენ ისე ვერ ასწავლი, შესაძლოა ისე ვერ ასწავლო, რომ მან მერე მას შესაძლოა კიდევ ვერ ასწავლოს ვიღაცას. და უცნაურია. პრინციპში ახლა ხო ეგ პერიოდი გვიდგას ყველაფრის აკრძალვების. ახლა სიმღერაში ხო შეიძლება რაღაც დეტალებიც იპოვონ აკრძალვის. შეიძლება წინ წყარო თქვა ჩაკრულო იმღერო მაგალითად და გამოიწიოს თქვა მაგალითად ეჭვი იმან რომ თქვა ხიდის თავ შევკრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმა აი ვისთან გინდა რომ ეს ღვიძლი ძმობა დააბარო ვის გულისხმობ ან ვის უნდა ჩაუხდე ან შენ ესე იგი აპირებ რომ თავს დავანგრიო დბანია ხო ანუ სახელმწიფო გადატრიალების ამბავზე მიდიხარ შენ ხო რა და ის ვისაც შენ ღვიძლ ძმას უწოდებ
აი ესენი ვინ არიან ეს? რადიკალები. სამშობლოები. სამშობლო რადიკალები. სამშობლო რადიკალები. ხო და მაგასაც შეიძლება ამოჭრა და დადო ხო ეს ხო ამოჭრების ამოჭრებზე მაგარი ამბავი იყო ხო აი ხო ცდილობ ხშირად რომ რაღაცა აი გაგიფუჭონ საქმე რა. აი რაღაცა აი ალანძღინონ ხალხს შენი თავი. ხო. ერთ-ერთი რაღაცა მარშის თუ რაღაცის დროს არ მახსოვს რა, მაგრამ რაღაცას მოვაყოლე ამბავი, რომ აი ხო არის მეთქი ესეთი გამოთქმა თქო რა. ხო. ეგეთი გამოთქმა ხო არის მეთქი რა, რომ მაგალითად მე თუ არ ვიქნები, ქვაქვაზე ნუ დარჩენილა რა. ხო, ლუი მე-14-ს აქვს. ხო არის ეგეთი გამოთქმა თქო ამბობდა. ბიჭო, ამათმა ადგეს და მოაჭრეს აი ეს წინა რა, რომ ამბობ, რომ ხო არის ეგეთი გამოთქმა თქო რა. ეგ გამოთქმა მოჭრეს. ეგ მოჭრეს და. არა, დატოვეს მარტო ეს. მე თუ არ ვიქნები, ქვაქვაზე ნუ დარჩენილა. შენი ხო? ჩემი და დადეს. ეს მონაკვეთი დადეს და ნუ აი ვერ ეყოფნები რა მოყვებოდა მაგას. აი მე თან უბედურება ისე თავის მართლებასაც აზრი არა აქვს რა. რა უნდა იმართლო თავი. აი ის მოაჭრეს და ის მოაჭრეს აზრი აღარა აქვს მე მაგას რა. ანუ შემოაგდებენ რაღაცას ალანძღინებენ ხალხს შენ თავს. ეგეთივე მოუჭრეს მე მგონი ქალბატონ თავლიკო ჭოხონელიძეს რაღაცა ეგეთი იმიგრანტებზე და ხო და მთელი იმიგრანტები რა ამბობენ საშინელი. არა ეს კონტექსტიდან ამოიღებენ რაღაცას და ანუ და თქვენს რომ გიორგი უშიკიშვილმა თქვა რომ მე თუ არ ვიქნები ცოცხალიო ლაძღავენ არიცი რა ეხლა რა ჩემაშვილებმა რა დაგიშავეს და რაღაცები ხალხის კომენტარები ხო რაღაც ასწავლი რო იცია თან იცი რა არის რადგან ჩვენ ეხლა აქციებს დადიოდი ხო ბუდივად ალბათ გნობდი შენ საფრთხეს ხო გარშემომყოფებისგან და ვიცი ისეთი პერიოდი არა ხო ეს ძალიან ძიმე პერიოდი იყო მართლა იმიტომ რომ აი ხო იცი ეს რაღაცა გადაცემული ხალხი რო დადიოდა ვიღაცებს რო ხვდებოდნენ რა და მართლა ძალიან ძიმე პერიოდი იყო ეგ რა იმიტომ რომ აი რაღაცას გინდა თუ არ გინდა მაინც ფიქრობ რა რაღაც დონეზე უშვებ რომ შეიძლება შენც იგივე დაგემართოს რა იმიტომ რომ ხა ნუ ბევრს დაემართა და ხა რატო ხარ გამონაკლისი რა აი ზუსტად ეგ პერიოდია და კაფეში ვხედავთ მე და ჩემი მეგობრები და მანქანაში დამშა რაღაც რომელიც მინდა რომ წამოვიღო რა და ღამეა ხო და მე თვითონ გავალ მანქანაში ხო და მოვალ ხა გავედი მანქანაში რომ გავედი ამ კაფედან ვიღაცა კაცი მიახლოვდება. ოღონდ ჩაცმული არის სამხედრო ფორმაში, შავი სამხედრო ისაცვია რაღაცა ეს ფორმა რა. ეს აქ აფარებული აქვს ისა რა ქვია, პირბადე რაღაც შავი და ესა აქვს რა, ქუდი აქვს რა, ეს კეპიანი, კეპი. თავს მალავს სახეს რა. ხო, და ის გვერდზე გადაკიდებული რაღაც ის რო აღთქმე, ხო იცი რაღაც შავი. ვარსეთკა თუ რა. ვარს რაღაცა რა უდეთ შიგნით არ ვიცი ხო. აი ეგ და მოდის რა და ბიჭო მოვემზადე რომ მაგრად უნდა მცემოს ახლა ამას რა. ხო და ხო ხდება აიცი როგორ ბძათვა რომ აი რაღაცა ხო ხდები აი მას ვიმაგრებ რაღაცას კაცი მაგრებ რა ეხლა ამარო დამარტყას არა დამესყა არ წავიქცე ანის ხელი არ დავარტყა რაღაცა ხო ხდები ძალიან ისევა რა და მოვემზადე ეს ტიპი მოდის ჩემთან და უკაცრავად 20 თეთრი ხო არა შენ გაიხარე ძმა თორიანი მაგ გენაცვალე ფოქსე მაგერ თუ იცოდე რო იცოდე დამიდახო სადმე დაგჭირდეს კიდე რამე მოდი ხო და ასე შეგვაშინოს რა რო ხო კაცი რო მოდის ფულის ათხოვნა და გონია რომ უნდა გცემოს რა ხო რადგან ესეთი ხო მაგ თემას შევეხეთ მე მახსოვს შენი ძალიან ისეთი საინტერესო ვიდეო, როცა შომპენი იყო ჩამოსული საქართველოში. აუ, მაგარი იყო. ხო, და ნუ ერთ სუფრაზე მოხვდით, ხო? და ხო, მოხვდით ერთ სუფრასთან და ეხლა იცი რა რომ ამ ვიდეო ხო იცის ხოლმე ხალხმა რა რომ რაღაც თავის დასკვნები გამოაქვს რა. არ ყოფილა იქ მაგალითად და რაღაცა გამოიტანა თავის დასკვნები გამოიტანა და ეს იყოს რაღაცა ისეთ ადგილს რომ ძალიან გრძელი სუფრა იყო რა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვისხედით რა, რომ იქ რაღაც ფესტივალზე იყო ჩამოსული და ძირთად იქ შუანაცილში ის და ის ხალხი, ვინც აი მოწვეული სტუმრები და რაღაც ესეთი ხალხი და ბოლოს ხო ეს ორგანიზატორმა ჩვენ რეალურად იქ მივიყვანეს, იმიტომ რომ ჩვენ გვევღერა. ანუ იმიტომ რომ ეხა ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრი სუფრასთან ყოფილა, როცა სტუმარი ჩამოდის და ქართული სიმღერა უნდა მოვასმენინოთ, ხო? ამიტომ იმამ გთხოვა რა ქვია, ორგანიზატორმა რომ იქნება ცოტა აქეთ გადმოხვიდეთო რა, სადაც რომ გაიგოსო სიმღერაო, თან გახმოვარება არ იყო, თუნდაც ისმოდა. გადმოვედით ამ შომპენის უკან, როგორც ჩვეულებრივად მომღერლები დავართ ხოლმე ხანდახან სცენასთან, ან სუფრასთან ან რაღაცა. როგორც ფეხზე დგომით სიმღერა, საერთოდ მე უფრო მიყვარს ვიდრე დაჯდომით და რაღაცა და ვიმღერე რაღაც ადი გამოდი გუთანო. შომპენი რაღაცა ჩუბად იღებს, რაღაცა გვიყურებს, რაღაცა აქეთ იქით. ნუ რაღაცა კარგი სიტუაციაა ძალიან. ეს ვიდეო ვიღაცამ დადო რა. ეხლა წაგიკითხო კომენტარები რა. სპეციალურად დღეს წამოვიღე ეს კომენტარები რა. Facebook-ში.
რა თავზე დაადგნენ? შენიშნები ხალხი. შენიშნები, ხო, ეს შენიშნებით არის ძირთად. მე კაც საჭმელი მაინც ეჭამა და მე ემღერა. რა იცი? რატო გადაწყვიტეს რომ ამშიერი იყო, არ როდის ვიმღერეთ? მე სუფრასთან მაინც დაესვათ მომღერლები. ეს უფრო შენიშნარი ორგანიზატორებთან სავარაუდოდ რა. მე ხო, თან ვღერი გადი, გამოდი გუთანო და რა ყურში ჩაყვირიან. სუპერი მართლა. მე აი ეს არის გენიალური კომენტარი რა, აი ეს რომ არ უყარ ხარ ადამიანს რა და თან ისიც არ მოსწონს რომ შონპენი არის იქ ცნობილი ადამიანი და შენ ხარ იქ და მღერი. ხო. აი ეგ მომენტი არ მოსწონს რა. შონპენს არაფერი ეტყობოდა რომ მოეწონა სიმღერა. შეატყეს. ანუ დააკვირდნენ სახელი. და ეს ბოლო უკვე პროფესიონალური ისეთი რჩევა იყო, ასეთი კი არა უფრო შენიშნა არის ეგა. რამე სხვა სიმღერა ემღერათ უფრო ხმამაღალი და რიტმიანი. ხო. მე სხვა უნდა გემღერა. დაგიწუნდა. მაგრამ არა, მთავარი ამბავი რა არის, ურთიერთგამომრიცხავი ამბავია. ანუ ვიღაცამ ფიქრობს რომ რა ყურში ჩავყვირივართ. ხო. ვიღაცა გეუბნება რომ უფრო ხმამაღალი მაინც ემღერა. რა გინდა გააკეთო, რომელი გინდა შეასრულო. მოსაწონი არაფერი არ არის მოკლედ. რადგანაც ეს სიმღერა შევეხეთ, ანუ მე მაინტერესებს ხა რადგანაც ბავშვებსაც ამზადებ. ხო. ხო, ტრადიციული ხელოვნების სკოლა. ხო, ტრადიციული და ხელოვნების სკოლა. ხადაშორის აქვე დავარეკლამებ რომ ვისაც უნდა რომ ქართული სიმღერა ისწავლოს ბავშვმა. ჩვენ ვასწავლეთ აი ყველაზე ისეთი ჩემი აზრით გამორჩეული მეთოდით რა ქართულ სიმღერას. მანდა ესეთი სახალისო, სათამაშოა, ბავშვების განსაკუთრებით პატარებები რომლებიც მოდიან ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ გარემო გახვდეთ შესაბამისი რა რომ პირიქით შევაყვაროთ სიმღერა. მე რა კითხვა მინდა, რადგანაც ბავშვებთან გაკურთიერთობა ხო ძირითადად ხოლმე ხშირად აი მაგალითად უფრო მშობლების სურვილი არის ეს. ძირითადად თუ რამე ფუჭდება ისე მშობლების გამო. ხო, ანუ მშობლები უფრო მეც აშავებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ხო, ანუ რაში გამოიხატება? ყველა არა რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში. სიტყვაზე მოიყვანას ბავშვი და ორ კვირაში მაგალითად მშობელი ხვდება და მოვიდა ბატონ გიორგი გუშინ სუფრასთან იყო ჩემი შვილი, ვიღაცამ გრძელი კახური რავაჟემიერი წამოიწყო და ბავშვი ვერ აყვა. ორ კვირაში. გრძელი კახური რავაჟემიერი. ან მე შემდეგ ჩაკრულოს თხოვეს და ბავშვმა თქვა რომ მე არ ვიცი ჯერ არ მისწავლია ჩაკრულო. ხო. და ამას ოღონდ თელესერიოზულად გეუნება რა. მშობელს უნდა რომ აი ვიღაცა ჩაკრულოს წამოიწყეს ბავშვმაც და დაჭეკოს. აი ხიდის თავში 4 წლის ბავშვმა როგორია? არა და შენ მე ამის გამო ხო მე უკმაყოფილოები არიან მე მიყავთ ბავშვი ხა გადაყავთ სხვა ანსამბლში. იქ რო ასწავლო. იქ ხო შეიძლება რომ ორ კვირაში ბავშვმა ჩაკრულო ისწავლოს. ჩაკრულო ისწავლოს. რეალურად მე მგონია ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს უფრო უნდათ თავის გასართობად. იცი რა ხო, ეგეც არის, ეგ მომენტი არის, მაგას ხშირად შევეცოთ თქვა რაღაცას. აი რომ მიდიხარ იქ რაღაცა ძალიან კარი კაფე აქვთ მაგალითად. ხო. ყავა ფანტასტიკური. მშობლები ვსდებით, ყავა ვსვავთ, ჭორაობთ რაღაც აქეთ-იქით. აი რაღაც თავისი კომფორტის იმაშიც არიან. მეორე ნაწილი არის კიდე რომ მაგალითად აი უნდათ რომ რაღაცა საღამოები რო აქვს სახში რაღაცეები, ბავშვი დაადგენ და მაგალითად ამღერონ. ხო, რომ თვითონ გაერთონ. ხო, გაერთონ. გაერთო. ხო. ეხლა იცი რა უნდა კითხო, ნუ რადგანაც ეხლა შენ კახელი კაცი ხარ. რამე კაი კახური ისტორია, ხო, არაფერი გახსენდება. ერთი ისტორია მახსენდება, ხოდაშ ერთი კაცია რა და ხოდაშორის აი კახეთში ბევრი ასეთი ისტორია ვიცი, რომელიც ეხა ეს ისტორიაც არ ვიცი მე მართალია თუ მაგათად ვიღაცით თავად მოიგონა, მაგრამ არის ეგეთი ისტორიები, რომ ადამიანები იგონებენ რა რაღაც ისტორიას რა, რაღაცა. ან შეიძლება თქვა გაგონილი აქვს და მე რაღაცა შეცვალა, გამოცვალა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, მაგრამ ამას ყვებოდა ისე რომ მაგათად გადახდა თავს რა. 90-იანი წლებიაო და მოგეთ კახეთში რაღაც ერთ-ერთ სოფელში აი ესეთი სუფრა როგორი სუფრა იყო იცი რომ აი მე რო ხალხი რო იქ რჩება ხო იცი იმ სახში და რაღაც დიდი მაღლა მეორე სართულები რო აქ გაშლილი და ყველა რო ერთად წება 30 კაცი იმაში წევს ბავშვი იქ არის შეწოლილი კალი კაცებს რაღაც აი ხო იცი ეგეთ სუფრები მართებოდა რა კი კაცო როგორ ყველა ერთად ვიდმის ლოგინში წის იატაკზე რო წვადა ხო ის ლოგინში ვიდმე იწვა თუ ახალი თეთრეულია თუ ძველი თეთრეულია არა აზრი არა აქვს რა ოღონდ სადმე დაწვე მოკლედ რა და მოკლედ ეს კაცი ყובה რომ მაგრა დავჩერიო რა მაგრა დავჩერიო მაგრა ვიქეიფო და ავედი და მოკლედ აი ბევრი ხალხი არა რაღაც ადგილი ვნახო და მივწეკიო იქო რა მოკლედ და
ბიჭო, დილითო გამეღვიძაო, ბიჭო და გამეპარაოდო. შარდიო რა. ხო. გამეპარაო. ამდენი თუ დალია. ამდენი დალია ეთყობა რაღაცა და გაი ვერ გაიგო და გაუშვა. ხო და ბიჭო ფიქრობ ხა. რა ვქნაო რა. გავიხედეო იქითო თან ეს გავიხედე იქითო და ბავშვი წევსო რა 1-4-5 წლის ბავშვიო რა. ცალკე-საწოლშიო ხო და მიფიქრეო ეხლა ამ ბავშვს გადმოვაწონო ჩემს საწოლშიო რა და მე იქით გადავწევიო იმ საწოლშიო. თუმ ბავშვი გაეპარა. ვითომ ბავშვი აწმინდოს ხელი გაიქ. ხო, ბავშვი გაეპარა ვითომ. გადმოაძე შეაწინა. ხოდა ბავშვი გაეპარა ვითომ და მოგეთ ბავშვზე უნდა გადატეხო საბები რომ ეხლა 4 წლის ბავშვი გაეპარა რა მოხდა ეხლა მაგრამ 60 წლის გაზ გაეპარა უკვე პრობლემაა. მოგე დავიყვანეო ბავშვიო ნელა და გადავხადე საბანეო და შევაგორეო იმას. თვითონ დაწვა იგით. თვითონ დაწვა ბავშვის ლოგინში. ხოდა მე მეგონა რომ ესე დამთავრდა ეს ამბავი რა. ანუ რაღაცა ესე გააკეთა ეს ამბავი რა ამამა. მაგრამ და პაუზა აქვს და სახი აქვს წასული. რა მოხდა მეთქი მე უთხარ და დილას აღმოაჩინე რომ ბავშვთო ჩასრული იყო. უარესი და შაც კიდე რაღაცას იმას იცავ გაამართლებ რომ რაღაცას დასვამი ვიყავი გამეპარა რაღაცა მომიდა მაგრამ აიმე დილას სულობა გამაღვიძაო და აღმოაჩინე რომ ბავშვი ჩასრული კონიაო თან ახლა 90 წლებში ეს საფენები და რაღაცები ყო არ იყო და ი ბავშვმა ზარდა და გაუშვა ახლა მოკლედ ჩასრული ლოგიში შეუგორდა ბავშვს. კაი. ჩვენ გვაქვს ესეთი მიმართულება მაგარი ისტორია. ჩვენ ერთი ესეთი მიმართულება გავიხსენოთ კლასიკა. ანუ ერთ კლასიკა ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ახლა მე მინდა რომ მოსმენლი ამბავია, მაგრამ მინდა სასაცილოა რომ მინდა რომ აქაც ჩვენთან მოყვე ლელა წორწოლიას გადაცემაში. ადრე ხო. მოყევი ერთი ძალიან კაი ისტორია ახმეტაზე. ხო. შეყვარებულ წყვილზე, ხო? ხო, გადაშოეს ეს ადამიანი იყო ჩემთან მოსული და აბსოლუტურად ესეთი ისტორიაა, ქვია. ნამდვილი გადამეტების გარეშე. ამ გოგო მითხრა რომ მოგეთ ერთ ბიჭსო, მე ფინალს გეტყვი რატომ თქვა ეს ყველაფერი რა და ერთ ბიჭს უნდოდაო რომ ძალიანო რომ ისა რა ქვია, მოგეთ დამიწყო რაღაც არშიყი რაღაც აქეთ-იქით და ძალიან ვაწვალეო და მოგეთ მე მითხრაო რომ მოდიო შევხვდეთო რა და მოგ დამიყოლიო ამ შეხვედრაზეო რა ახმეტაში ხო და ღამე იყო საღამოხანი იყო და მოგ გამომიარაო რაღაცა მანქანით და ჩავსხედითო და მოგ რაღაც ხონ წავიდნენ ახლა რა და წავიდითო ქვემოთ დაუყევითო ალნისკენო და მივედითო და ალაზნის ველზე გაჩერდაო რა აი ეს თვარიანი ღამეაო ალაზნის ველი მუჩუხჩუხებს ხა და ძალიან რომანტიკული გარემო შექმნაო რა ხო და ეს არის ფუჟერი გადმოიღო ფეხიანჭიქები რო უკანე და მანქანაში ალაზნის ველზე ფუჟერით შემოვიდა და კახეთში შავღვინოს ეძახიან თუ წითელი ღვინო მაგრამ შავი ღვინო იმას აქნაო რა ბოთლითო გადმოიტანო მოკეთ ჩაასხა რაღაც შავი ღვინო თვარი შუქია რაღაც აქეთ-იქით და იქ რაღაცა მიაჭირა ხელი კასეტას თუ კასეტიანი მაგის იყო ხოლმე ხო იცი და მანქანა ათ ოპელ ვექტრა თუ რაღაცა ვიცი და პარივაითი ჩართო რა. ალაზნის წარმოიდგინე ახლა ალაზნის ველია პარივაითი წითელი ღვინო. აი გაჯუხჯუხი ალაზნის გამიგე და აი მაგარი გარემო შევიდა ამ გოგობს ხო რომ დავიკერეო რა. ხო, მოეწონა სიტუაცია და აი ნენელა მოვწრუპეთ საუბრობთ რაღაცა აქეთ-იქით სიყვარულზე ამაზე და აი ბოლოში ბოთლით ჩაიცალა, აი ბოლო ვეღარი უკვე რა, უკვე დავისჩალოთო რა, გამიგე, აი ბოლო წვეთები ღარიო რა, ამ შავი ღვინისო და ეს შუაში რაღაცა ხო არის ეს ისა რა ქვია. აი რაღაც დასადები რო არის ხელის რა, მანქანაში რაღაც გამეშორის ხო და ესე გადავწექიო ესეო რა, ეს რაღაცა გადავწექიო და ტუჩები გაუწიეო წინო რა, უთხარიო რა, აი ეხლა რა სინატრებდიო რა, თვალები მაქვს დახუჭულიო რა, ხო და იქიდან მესმის ხმაო რომ საქართველოს გაერთიანებაში ზალ მაგარი ის უბრალოდ იყო ის პატრიოტული მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი იყო ამ გოგოს ფინალი რა ბიჭო ნუ
მარტო გული უძღერს. მარტო გული გიძგებს. მარტო გული გიძგებს. ასე სამთავრდა ალასნის ველზე შეყვარებული წყვილე რა სინატრებია საქართველოს გაერთიანება ან ხელი ქონა ესე აწევრი საქართველოს გაერთიანებას ვინატრებია მართლა ვინატრებთ სად გადავდივართ მოხედა მაინც ერთ პრობლემაზე მივიდივართ კი, მაინც ქვეყნის მივიდივართ, ერთიანობაზე და ხო. ამის ყველაფერი კარგზე ყველაფერი კარგზე უნდა ვიფიქროთ ესე იგი მინდა წარმატებები გისურვო გიორგი ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ, მოგზაურობისთვის, მადლობა მინდა შენ. წარმატებები გისურვო კიდევ გვეწვიეთ შემდეგში რომ განწყობა უკეთესი იმ გვინდა. სიმღერას დამუშავებულს დაგახვედრებს რა თავისი სიამოვნებით. ტექსტით გახსოვს თავ უნდა ტექსტი იმღერებს როგორ არ მახსოვს კაცო საქართველო გაფრინდება ჰარი-ჰარალით სიხარული მარად მარად და მარად მარად დუმ ძალიან დიდი მადლობა ჩვენი განაცემის სტუმარი იყო გიორგი უშიკიშვილი ძვირფასო მაყურებლებო დღეს გემშვიდობით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში არ გადახვდეთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუტიასთან ერთად ნახვამდის გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.